მაგის 5 პრემია. საკრებულოს ხდომაზე ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც ბურჯანაძე გაერთიანებული ოპოზიციის წევრმა დეპუტატმა დავით როკეტიშვილმა განცხადება გააკეთა და ლეიბორისტ დეპუტატს გიორგი გიუაშვილს ბრალდებები წაუყენა. როკეტიშვილის განცხადებით გიუაშვილი გამგებლის მოადგილის პოსტზე ყოფნისას პრემიებს იღებდა მართვის მოწმობის გარეშე, დადიოდა და თაღლითობდა. 1300 ლარი აქვს 5 ჯერ აღებული მართვის განმავლობაში. გამგებლის მოადგილის დროს მართვის მოწმობის გარეშე დასეირნობდა ქალაქ ბორჯომში. და იმდენი ისეირნა, სანამ ვაშორანის ტერიტორიაზე ძროხას არ დაეტანა. დატოვა ხალხი საძოვრების გარეშე თაღლითური ქცევებით. ამ განცხადებას საკრებულოს დარბაზში მყოფი გიუაშვილის დედა გამოეხმაურა, რასაც მასსა და როკეტიშვილს შორის სიტყვიერი შეურაცხყოფა მოყვა. გიორგი გიუაშვილი დღეს საკრებულოს სხდომას არ ესწრებოდა. ჩვენ ახალ თაღლითები. გიორგი გიუაშვილის დედა საკრებულოს თავმჯდომარის მოთხოვნით სხდომათა დარბაზიდან დაცვამ გაიყვანა. ეს არის 218 ლარი ნაწილები, რომელიც გაუყრია მანქანა. ინციდენტს საკრებულოს დეპუტატები და თავმჯდომარე გამოეხმაურნენ. ზაზა ჩაჩანიძე ამ ეტაპზე საკითხის სამართლებრივად გარკვევას არ გეგმავს და მოთმინებას აპირებს. საკმაოდ ბევრი ინფორმაცია გააჟღერა დათო. მოყვა მე მისი დედიკოს ესე თქვა გაბრაზება, რაც მე ვთვლი რომ იმის ნაწილიც კი არ არის, რაც გიუაშვილმა დანაშაულებები ჩაიდინა თავის გამგების მოადგილის პერიოდში საქმიანობის დროს. და ეს ყველაფერი ერთად ქმნის მორალურ, პოლიტიკურ და სამართლებრივ პასუხისმგებლობის საკითხს. ამ ადამიანს არც მუშაობა უნდა, არც საქმის კეთება უნდა და ძალიან გაუჭირდება, იმიტომ რომ 26 კაციდან 25 რო დაიპირისპირებ, მე ცოტა ეჭვმეპარება მის ფსიქიურ ნორმალურობაში. არ ვიცი, რას ვაპირებთ, მოთმინებას ალბათ. როგორც ყოველთვის. ყველაფერს აქვს საზღვარი, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ კიდე მოვიწვევ. დღევანდელ დაპირისპირებას წინ გიორგი გიუაშვილის ბრიფინგი უწყოდა, სადაც დეპუტატმა მხარის გუბერნატორი და ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი პირები კორუფციასა და ნეპოტიზმში დაადანაშაულა.